მესამე ნიღაბი წარმოგიდგენთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიღბების სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ცდილობდა გაეუმჯობესებინა საკუთარი ცხოვრება. ცდილობდა გაეგო როგორ იყო მოწყობილი მის გარშემო არსებული სამყარო და შეექმნა რაღაც, რითიც დროს გაასწრებდა, გაძლიერდებოდა, დადგებოდა სხვებზე უფრო მაღლა და საკუთარ უსუსურ არსებობას კიდევ რამდენიმე დღეს შემატებდა. მაგრამ რისთვის? რისთვის? ამან მოგვიტანა გაუთავებელი ომებისა და მშვიდობის, აღმავლობისა და დაცემის, სიყვარულისა და სიძულვილის, ძალაუფლებისა და მონობის, აშენებისა და ნგრევის ისტორია. ასე განვითარდა ადამიანი და ასე მოვედით დღემდე. ყველა ეპოქას ახალი ნიღბები სჭირდებოდა, ძველები კი დავიწყებას ეძლეოდა. განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე ადამიანს უკვე აღარ სჭირდება შემაღლებული ადგილიდან ქადაგება მის წინაშე შემოკრებილი ხალხის წინაშე და თქვენ ჩემს სიტყვებს დისტანციურად ისმენთ. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ლეონარდო და ვინჩი წინასწარმეტყველებდა, რომ ადამიანები ყველაზე შორი ქვეყნებიდანაც კი დაინახავენ და პასუხს გასცემენ ერთმანეთს. და დღეს ეს რეალობაა. მაგრამ ყოველივე ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს გაეგო თავად ვინ არის და რას წარმოადგენს მისი მიზანი. შეიცან თავი შენ. ეს სიტყვები იყო ამოკვეთილი საბერძნეთში, დელფოში აპოლონის ტაძრის შესასვლელში, რათა მომლოცველთათვის შეეხსენებინა, რომ სანამ ღმერთებს რაიმეს კითხავდნენ, ჯერ საკუთარ შინაგან სამყაროში უნდა ჩაეხედათ. საკუთარი თავის შეცნობა თანამედროვე ადამიანსაც ისევე სჭირდება, როგორც ძველ ბერძენს საუკუნეების წინ სჭირდებოდა. დავსვათ კითხვა, რა არის ის, რაც თანამედროვე ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. ამ კითხვაზე არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი, რადგან პასუხი ზოგისთვის ფილოსოფია, ზოგისთვის მუსიკა, ზოგისთვის პოეზია, ზოგისთვის ისტორია, ზოგისთვისაც რაიმე სხვა. მაგრამ ყოველივე ეს თავს მაინც ერთ წერტილში იყრის. ადამიანი. ადამიანური აზროვნების ნაყოფია ფილოსოფია. ადამიანი ქმნის მუსიკას, ადამიანი წერს ლექსებს, ადამიანი ქმნის ისტორიას. ის კი, რაც თავად ადამიანს სწავლობს, არის ფსიქოლოგია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი არხის წამყვან საკითხად სწორედ ფსიქოლოგია ვაქციო. მაგრამ რა იქნებოდა ამ ვიდეოს ფასი, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემს მსმენელს სწორად ესმის რა არის ფსიქოლოგია. დიახ, ფსიქოლოგია არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ. რა ასოციაცია გიჩნდება მაშინ, როცა სიტყვა ფსიქოლოგია ან ფსიქოლოგი გესმის? შეიძლება შენ წარმოიდგენ რაღაც მისტიურ იდუმალებით მოცულ ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით გამჭოლად გხედავს. კითხულობს შენს აზრებს, ამჩნევს ყველა შენს ემოციას და იქამდე იცის რა გინდა, ვიდრე თავად მოიფიქრებ. შემდეგ კი უფრთხი ასეთ ადამიანს, რადგან ფიქრობ, რომ ის ბოროტად გამოიყენებს ამ ყველაფერს შენს სამართავად. შეიძლება ყველაფერს ასეთ მუქ ფერებში არ ხედავ, მაგრამ გგონია, რომ ფსიქოლოგია მეგობრული რჩევები, გულში ჩამწვდომი მგრძნობიარე საუბრები და ნუგეში. შეიძლება ფიქრობდე, რაში მჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, მე ხომ ბევრი კარგი მეგობარი მყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩემს მოსასმენად. იქნებ ფსიქოლოგია ინტერნეტში გავრცელებული ტესტები გგონია, რომელიც გეუბნება აირჩიე რომელიმე ფერი და გაიგე ვინ ხარ სინამდვილეში. ან იქნებ გგონია, რომ კარგი ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელიც გეუბნება უბრალოდ იფიქრე პოზიტიურად და ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ძალიან რადიკალური პოზიციაც კი გეკავოს და ამბობდე, რომ ფსიქოლოგია მხოლოდ გიჟებისთვის არის, შენ კი ნორმალური ხარ და ის არ გჭირდება. ტიპური თავდაცვითი რეაქცია. ცდები. ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ ანარეკლია იმისა, თუ როგორ ხედავს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ფსიქოლოგიას და როგორ ცდილობს საკუთარი მცდარი წარმოდგენების სხვებს მოახვიოს, რათა შემდეგ მისგანვე დარიგებული ადამიანების წრეში თავი ჭკვიანად იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია შეიძლება მოიცავდეს სხვათა ემოციების უკეთ ამოცნობას და ამის ბოროტად გამოყენებას, მეგობრულ რჩევებს, ტესტებს, პოზიტიურ აზროვნებასა და ნორმისა და პათოლოგიის ერთმანეთისგან გარჩევას, ეს ყველაფერი მაინც ერთი ძალიან პატარა ჩიხია უზარმაზარი ქალაქის ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. ეს არის ქვიშის ერთი ნამცეცის ხელში გაუთავებლად ტრიალი, მაშინ როცა შენს წინ თვალუწვდენელი ოკეანეა გადაშლილი.
ამიტომ მოიფიქრებ, რომ როცა ფსიქოლოგიას ახსენებენ ამ დროს ვინმე შენზე ჰიპნოტურად ზემოქმედებს. მოიფიქრებ, რომ მეგობრის ლამაზი სიტყვები, როგორ დადებით გავლენასაც არ უნდა ახდენდნენ შენზე, სრულიად ამოწურავს ყოველგვარ ფსიქოლოგიას და სხვა აღარაფერია საჭირო. მოიფიქრებ, რომ რომელიმე ტესტს შეუძლია შენი არჩევანის მიხედვით შენი უსასრულო შინაგანი სამყაროს მაუსზე რამდენიმე დაწყაპონებით შეცნობა. მოიფიქრებ, რომ პოზიტიური აზროვნება და ღიმილი მაშინ, როცა საერთოდ არ გეღიმება, ყველა პრობლემას მოგიგვარებს და მოიფიქრებ, რომ ფსიქოლოგია მხოლოდ გიჟებისთვისაა, შენ კი ნორმალური ხარ. მაშინ რა არის ფსიქოლოგია სინამდვილეში? დავიწყოთ იქიდან, რომ ფსიქოლოგია არ არის მისტიკა. ფსიქოლოგია არის მეცნიერება. დიახ, მეცნიერება. მეცნიერება არ არის მხოლოდ სინჯარებში ან კოლბებში სხვადასხვა სითხის ერთმანეთში არევა, მიკროსკოპით ბაქტერიებზე დაკვირვება თუ სინათლის სიჩქარის გაზომვა. მეცნიერება ფსიქოლოგიაც, მაშინაც კი, როცა მისი შესწავლის საგანი, ანუ ადამიანის ფსიქიკა უხილავი და არამატერიალურია. ფსიქოლოგია მეცნიერება, რადგან მისი კვლევის მეთოდები მეცნიერულია. იგი ეყრდნობა ფაქტებს და არა ინტუიციას, კვლევებს და არა პირად მოსაზრებებს. ფსიქოლოგიის წიაღში შექმნილი ახალი ცოდნა შემოწმებადია და აქვს ობიექტური პარამეტრები, რომლის დანახვა და გაზომვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია. ფსიქოლოგია პროგნოზირებადია. თითოეული კვლევა ფსიქოლოგს აძლევს საშუალებას გააკეთოს გარკვეული წინასწარმეტყველება, მაგრამ არა ზეშთაგონებული, ამაღლებული და ემოციური ენით, არამედ ყველასათვის გასაგებად, ლოგიკური არგუმენტებით და გამყარებული მსჯელობით. ფსიქოლოგიც არის მეცნიერი, რადგან ის არ იძლევა ცხოვრებისეულ რჩევებს პირადი გამოცდილებიდან. ის იყენებს მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სპეციფიკურ ჩარევას, რათა ადამიანმა იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა და შეცვალოს საკუთარი ქცევები. ფსიქოლოგია ორიენტირებულია პიროვნულ ზრდაზე, ადაპტაციაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებად. და თუ აქამდე თვლიდი, რომ ის მხოლოდ გიჟებისთვისაა, ახლა გისვენ კითხვას. დარწმუნებული ხარ? საკუთარი ცხოვრების სრულყოფა არ არის ისეთი მარტივი, როგორადაც ამის წარმოჩენას თვითაღიარებული ფსიქოლოგები და ყალბი ღიმილით სახეგაბწყინებული მწერლები ცდილობენ საკუთარ წიგნებზე ხელმოწერების დატოვების დროს. მათი მაცდური ღიმილი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკანაც დგას ადამიანი, რომელიც გეუბნება: იყიდე ჩემი წიგნი, რომ მე ხელი მოვითბო. ნამდვილი წინსვლა ძალიან რთული პროცესია. ის მოითხოვს გულწრფელობას საკუთარ თავთან, ბევრი ძალიან მტკივნეული ფაქტის მიღებას, აღიარებას და რაც მთავარია, არა მათგან გაქცევას და მათ უარყოფას, არამედ მათთან ბრძოლას. დიახ, მყრალი ტანსაცმლის ერთ ოთახში ჩაკეტვა მხოლოდ დროებით ებრძვის მძაფრსუნს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა არც ოთახში დარჩება ადგილი ახალი სიმყრალის დასამატებლად და ვერც ჩაკეტილი კარი უზრუნველყოფს შენი ცხვირის კეთილდღეობას. უარყოფითი ის უარყოფა არ არის დადებითი, ეს არ არის მათემატიკა, სადაც 2 მინუსის ნამრავლი პლუს სუდრის. მინდა იცოდე, რომ რასაც გაექცევი, ის წინიდან დაგხვდება და ჩაგხედავს თვალებში ისე, როგორც არწივი უყურებს სიმაღლიდან კურდღელს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის რა ელის და ბედნიერი. სასარგებლო რჩევები ხელში გაძლევს იარაღს და სრულიად გამოუცდელს გიშვებს იმ ომში, რომლიდანაც ცოცხალი ვერავინ გამოდის. ფსიქოლოგია კი გასწავლის, როგორ აირიდო ომი და თუ ის მაინც გარდაუვალია, როგორ იბრძოლა. დაანგრიო ყველაფერი, რაც გაშინებს, გაკნინებს და გაპატარავებს. ბოლოს კი ეს ყველაფერი გარდაქმნა შენს მასაზრდოებელ ენერგიად. ახლა კი, როცა მცირედი წარმოდგენა მაინც შევიქმნა თუ რა არის ფსიქოლოგია, მინდა გკითხო, ეს არის ის, რის მოსასმენებლად ამ ვიდეოს ყურება დაიწყე? თუ შენი პასუხი უარყოფითია, მაშინ შეგიძლია დატოვო ეს არხი და აღარასდროს დაბრუნდე, რადგან იგი მხოლოდ ძლიერთათვის არის შექმნილი. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ძლიერია არა ის, ვინც არ იცის რა არის სისუსტე, არამედ ის, ვინც აღიარებს, რომ სუსტია და გაძლიერებას ცდილობს. ვერასდროს ისწავლი რაიმე ახალს, თუ კი თვლი, რომ უკვე ყველაფერი იცი. ყოველგვარი ცოდნის საფუძველი იმის აღიარებაა, რომ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი. ამიტომ აღიარე, რომ ადამიანი ხარ, შენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
გამოუცხადე ომი საკუთარ თავს და გაიმარჯვე. მე კი მომდევნო ვიდეოში ამ მოკლე მიმოხილვიდან მეტად პრაქტიკულ საკითხებზე გადავალ და კიდევ უფრო საინტერესო თემით დაგიბრუნდებით. იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ამ არხზე დადებული ვიდეოები, გირჩევთ გამოიწეროთ არხი და გაააქტიუროთ ზარის ღილაკი. ხოლო თუ გსურთ ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას, მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ რის ნახვას ისურვებთ. გემშვიდობებით მომავალ ვიდეოდან.